დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. ეს არის ისტორიული ქრისტიანობის ყველაზე მთავარი განცხადება და მას ყველაზე მეტად ესხმიან თავს ჩვენი დროის სეკულარული ფილოსოფია და ნეოპაგანიზმი. რადგან ყოველმა წარმართმა იცის, რომ თუ თავიდან მოვიშორებთ იდეას იმის შესახებ, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, მაშინ ღმერთის თავიდან მოშორებასაც შევძლებთ და ვიცხოვრებთ ისე, როგორც გვინდა. დავფიქრდეთ ამის შესახებ. დასაწყისში. პირველი, რასაც დაბადების წიგნი გვეუბნება, ისაა, რომ ცას და მიწას, მთელ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი. იყო დრო, როდესაც შექმნილი სამყარო არ არსებობდა. რამდენიმე წლის წინ რადიოში მოვისმინეთ ცნობილი ასტროფიზიკოსის ჯასტროს ინტერვიუ ჰაბლის ტელესკოპის კოსმოსში გაშვებასთან დაკავშირებით. მან თქვა, 15 თუ 17 მილიარდი წლის წინათ მოხდა დიდი აფეთქება და შეიქმნა სამყარო. მოხდა აფეთქება და სამყარო შეიქმნა? საიდან აფეთქდა ის, რაც აფეთქდა? რა აფეთქდა? არაფერი? რამდენიმე წლის წინ მიმოწერა მქონდა კარლ სეიგანთან, ამერიკელ ასტროფიზიკოსთან. მიმოწერისას ვსაუბრობდით დიდი აფეთქების თეორიასა და იმაზე, თუ როგორ შეძლეს თანამედროვე ასტროფიზიკოსებმა, ასე ვთქვათ, დროში უკან დაბრუნება იმ უკანასკნელ ნანოწამამდე, სანამ ენერგიისა და მატერიის ესმარადიულად ორგანიზებული სტაბილური კონდენსაცია აფეთქდებოდა. მან მომწერა, ეს ყველაზე შორეული წერტილია, სადამდე მისვლაც შევძელით. ამის იქით ვეღარ მივდივართ. მე კი ვუპასუხე დოქტორ სეიგანს. როგორ შეგიძლიათ საკუთარ თავს მეცნიერს უწოდებდეთ და ჭეშმარიტების ძიებას ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში წყვეტდეთ. მან თქვა, ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება ამ მომენტის იქით წასვლა. მე კი ვუთხარი, დიახ, გჭირდებათ, რადგან ვალდებული ხართ ახსნათ ეს სინგულარობა, სინგულარობის ეს წერტილი, რომელიც მთელი მარადისობის განმავლობაში სტაბილური და ორგანიზებული იყო. იყო უცვლელი ინერციის მდგომარეობაში და შემდეგ უეცრად ერთ დღესაც ადგა და აფეთქდა. შემეწინააღმდეგეთ, თუ არ დამეთანხმებით, მაგრამ განა ინერციის კანონი იმას არ გვეუბნება, რომ ნებისმიერი რამ, რაც უძრაობის მდგომარეობაშია, რჩება უძრაობის მდგომარეობაში მანამ, სანამ მასზე გარე ძალა არ იმოქმედებს. სამყაროს შექმნის შესახებ დიდი აფეთქების თეორიაც კი ხმამაღლა ღაღადებს თვით არსებული, მარადიული არსების შესახებ. სამყარო ვერ შეიქმნებოდა მის გარეშე, ვერ შეიქმნებოდა მარად არსებული არსების ძალის მოქმედების გარეშე.